რაც შეეხება იმ ტიპი 2 დიაბეტს, რომელსაც ესე შეძენილს ეძახიან, ხო? იქ მექანიზმი ცოტა სხვა არის, იქ არ არის ინსულინის დეფიციტი, ის არის მეტი წილი სწორედ სიმსუქნის ფონზე გამოწვეული და იქ შემიძლია თამამად თქვა, რომ არასწორმა კვებამ იმარო ეს სუბუქი ფორმაა, ხო თან? არ არის, იცით, ხშირად პაციენტები გვეკითხებიან, რომ აი რომელი დიაბეტი ჯობია რა? არც ერთი არ ჯობია, უბრალოდ ტიპი 1-ის დროს ვინაიდან ინსულინის დეფიციტია და იქ სხვა ფორმა არ არსებობს, აუცილებლად ინექცია უნდა ვაკეთოთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეხა ინექცია რო კეთდება, რა თქმა უნდა, უფრო რთულიაო, ხო? თუმცა ტიპი 2-იც უბრალოდ იქ არ არის ინსულინის დეფიციტი და ამიტომ ინსულინის საჭიროება არ არის, თუმცა მედიკამენტოზური თერაპია აუცილებელია. აი ტიპი 2-ის შემთხვევაში მეტი ჩართულობა მშობლების, თქვა პრევენციის კუთხით, როდესაც მოდის ბავშვი ხედავ, რომ არის ჭარბი წონა, აქვს მიდრეკილება იმ გაზიანი სასმელებისადმი, ფასფუდებისადმი, აი ამისი თავიდან აცილება, რომ შენ შულთან ეს არ მოხდეს და არ განვითარდეს, ეს ნამდვილად შესაძლებელია. ტიპი 2 დიაბეტზე ვსაუბრობ და შეიძლება თავიდან ავიცილოთ. ტიპი 2 დიაბეტიც სამწუხაროდ ადრეულ ასაკში, ისევ ჩემი სტუდენტობის პერიოდს ვიტყვი, რომ ფაქტიურად არ იყო ბავშვებში და დღეს რეალობა გვაქვს ამ ჩვენი სავარაუდოდ არასწორი მეტი კვებიდან და არასწორი რეჟიმიდან და ჭარბი წონა საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც და ბავშვებშიც სიმსუქნე, ამის ფონზე განვითარებული ტიპი 2 დიაბეტიც მეტად გვაქვს უკვე ჩვენს რეალობაში. ამ შემთხვევაშიც მემკვიდრეობას და წინაპრებს და ბებია-ბაბუას არ აქვს? მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობასაც, უბრალოდ ეს არის ის ფორმა, რომლის თავიდან აცილება დროული რეაგირების დროს ჩვენ შეგვიძლია, განსხვავებით იმ ტიპი 1-ისგან.